მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, როგორც ხედავთ, ამინდი დღითი უფრო ცხელი ხდება. შენსავით გიგი. ამიტომ დროა შემოგთავაზოთ 10 საზაფხულოს უნამო, რომლებიც იქნებიან ამინთან შესაფერისი, თან განსხვავებული. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ნიშურ სუნამოებზე, ამიტომ მათი საფასო კატეგორია შედარებით მაღალი იქნება. თუ გსურთ იგივე სტილის ვიდეო დიზაინერულ ან ბიუჯეტურ სუნამოებზე, აუცილებლად დააკომენტარეთ და ეს ვიდეო აიყვანეთ 500 ლაიქზე. ამით მივხვდები, რამდენად ხართ დაინტერესებული და შემდეგ ვიდეოსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ. მოცემული სუნამოების შეძენა შეგიძლიათ ფშიკ წერტილის თორზე, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. სიით პირველი სუნამოა Leslie Kidd Imaginaries Sancti. ამ სუნამოში ციტრუსოვანი ნოტები და საკმაველი იდეალურ კომბოს ქმნის, საკრალური, ფრეში, წიწვოვანი და ცხარე. არც ზედმეტად ბნელი და კვამლისებური, არც ზედმეტად ნათელი და ფრეში. ზედა ნოტებია კვიპაროსი, ალდეჰიდები და ციტრუსები, შუა ნოტებია ფირი, კარდამონი, ქინძი, ლავანდა, მუსკატი, საბაზისო ნოტები საკმაველი, მირონი, კედარი, პაჩული და ვეტივერი. ეს არის ყველაზე ფრეშ საკმევლის არომატი, რომელიც დამიტესტავს. ეს კომბინაცია ალდეჰიდებთან ერთად ქმნის შეგრძნებას, თითქოს ეს სუნამო ბუნებასთან შედის ჰარმონიაში. ჩემთვის ამ არომატის მობეზრება თითქმის შეუძლებელია მისი სპირიტუალური, არაორდინალური და კრეატიული ბუნებიდან გამომდინარე. ამიტომ ჩათვალეთ ამ სუნამოს გამოყენება აუცილებლად გამოგყოფთ მასისგან. პერფორმანსიც კარგია, 6-დან 8 საათამდე მდგრადობა საშუალო შლეიფით. DDK's Creme de Coeur. ეს არის სიმდიდრის, წარმატების და მაღალი კლასის სურნელი. ეს სუნამო იწყება მერქნოვანი წიწაკისა და ანანასის სურნელით, თუმცა მალევე გადადის ყველაზე დახვეწილ კრემისებურ, გლუვ და ნაზ ტყავის სურნელში, რომელიც კი გიგრძნიათ. ანანასის გაგონებაზე იმედია ავენტუსი არ გაგახსნდებათ, რადგან მათ შორის სხვაობა არის სადედამიწა. სხვა ტყავის არომატებისგან განსხვავებით, აქ არ შეხვდებით მის ხის, ჭრელ და შემაწუხებელ ბუნებას. ეს არის უფრო ხავერდოვანი, ნაზი და ასე ვთქვათ ზამშისებრი ტყავის სურნელი. ხილოვანი აკორდები უფრო მეტ სიღრმეს და სილამაზეს ანიჭებს სუნამოს. ეს არის იმ ადამიანის სუნამო, რომელიც განსაკუთრებულად ეყურება თავის თავს და შეუძლია მას მხოლოდ საუკეთესო შესთავაზოს. მდგრადობა და შლეიფით საკმაოდ კარგი აქვს, ჩემსგანზე 8-დან 10 საათამდე ძლებს ძლიერი შლეიფით. Orientica Royal Collection Noble. ეს სუნამო გამომიგზავნა Orientica-მ, რომელიც არის საოცარი ბრენდი და იდეაში ნიშურ ბრენდადაც უნდა ჩავთვალოთ მისი ხარისხის, კონცეფციის, სურნელის ხარისხისა და პრეზენტაციის გამო. ამ სუნამომ მოკლე დროშივე შემაყვარა თავი, რადგან მისმა შემქმნელებმა აიპოვეს იდეალური ბალანსი ციტრუსებსა და ბალზამურ აკორდებს შორის. Royal Collection Noble თავისი ინტენსიური არომატით აღმოსავლურ აურას აერთიანებს მანდარინის, ჯანჯაფილის, ვარდისა და ფორთოხლის ყვავილების სურნელებთან, რომლებიც მსხალთან, ჟასმინთან, სანდალურთან და პერუს ბალზამთან ერთად ირევა. ჩემთვის აქ მთავარი ვარსკვლავი არის ფორთოხლის ყვავილი, რომელიც ძალიან ნაზად, გლუვად, კრემისებურად ეფინება მთლიან კომპოზიციას. საბოლოო ჯამში ძალიან მაღალი დონის უნიკალური კრეატიული ნამუშევარია, რომელიც აუცილებლად იქნება ჩემს საზაფხულო როტაციაში. ჩემსგანზე 8 საათზე დიდხანს ძლებს საშუალოზე მაღალი შლეიფით. Ex Nihil's Blue Talisman. ეს არის საკოლექციო სადღესასწაულო გამოშვება მოცემული ბრენდისგან, რადგან თავიანთი 10 წლის იუბილეი აღნიშნეს სწორედ ამ სუნამოთი. Blue Talisman არის კომპლექსური, მდიდრული, დაღვინებული და დახვეწილი არომატი. ამ სუნამოს აქვს old-money vibe, აი მონტე-კარლოში ან კაპრიზე ან ბრიტანეთში პოლოს თამაშის დროს რომ გამოიყენებდნენ. ზედა ნოტებში შეხვდებით ფოტორეალისტურ მსხლის სურნელს ჯინჯერთან და ციტრუსებთან ერთად. შუა ნოტებშია ფორთოხლის ყვავილი და ხის ნოტები, ხოლო საბაზისო ნოტებში შეხვდებით აკიგალავუც, მასკს და ამბროფიქს. ამბროფიქსი არის ამბროქსანის უფრო ახლებური, დაბალანსებული და ნაკლებად ხისტი ვარიანტი. რა შემიძლია მეტი ამ სუნამოზე ვთქვა? მშვენიერი ხილოვანი, საზღვაო, ჰაეროვანი არომატია, რომელსაც 10-დან 10 ქულას უწერ. ზოგადად ფრეშ სუნამოს რომ შრომა ეტყობა და ექსტრემალურად კარგი ბლენდი არის, მასში ძალიან მიყვარს. თუ გსურთ მაღალი კლასის old-money vibe-ის მქონე არომატი, რომელსაც ექნება 10 საათზე მეტი მდგრადობა და საშუალოზე მაღალი შლეიფი, შესანიშნავი ვარიანტია. თუ თქვენ old-money განწყობას სურს, თქვენი საფულის მანიც უმაგრებს. Maison Crivellis Hibiscus Mahajad. ტბავილოვანი მონსტრი, კრემოვანი სიღრმით, თამამი, ძლიერი და შესანიშნავი. სუნამო იხსნება ჰიბისკუსის, ვარდის და მოცვის არომატით. შემდგომ ჩაის, ვანილისა და პიტნის სურნელი მოდის, ხოლო მისი ბაზა შედგება ტყავის, დარეჩინის და ბროწეულის არომატით. მარტივად რომ აგიხსნათ, ვისაც კარკადეს ჩაი დაგიგემოვნებიათ, დაახლოებით იგივე სურნელს უნდა ელოდოთ. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სურნელი. თავიდან შეიძლება ფემინური მოგეჩვენოთ, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ სრული უნისექსია. ამ სუნამოში ძალიან საინტერესოდ არის ასევე ტყავის საკორდი გამოყენებული, რაღაც უფრო შეიძლება ბენზინის სურნელსაც მიამსგავსოთ და კარგად ერწყმის სუნამოს ყვავილოვან, პიკანტურ და ხილოვან ხასიათს. არომატი ჩემსგანს ეძლებს მთელი დღე და აქვს ძალიან ძლიერი შლეიფი. Stefan Humbert Lucas's God of Fire. ეს არის ტროპიკული, ეგზოტიკური, მოწონებადი საზაფხულო არომატი.
საწყისი ნოტებია მანგო, ჯინჯერი, ლიმონი, შუა ნოტებშია ქიუმირინი, ჟასმინი, საბაზისო ნოტები კი შედგება მასკის, ამბრისა და უდის ბაზისგან. თუმცა არ ამგონია ეს უკანასკნელი სადმე იგრძნოთ. ეს არის უფრო მანგოთი დომინანტური არომატი, რომლებიც უფრო ახალგაზრდებისთვისაა შესაძლებელი. ფასი გადამეტებული მგონია, თუმცა თუ გსურთ ახალგაზრდული, სიმპათიური, ტროპიკული სურნელი, რომელიც ყურადღებას და კომპლიმენტებს დაიმსახურებს, იდეალური ვარიანტია. შეგიძლიათ გამოიყენოთ აუზზე, პლაჟზე, საზაფხულო ლაუნჯში. გრადობა და შლეიფით საკმაოდ ძლიერია, 8 საათზე დიდხანს საშუალო შლეიფით. Parfums de Marlis Greenly. სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ ბევრ სიმწვანეს შეხვდებით, როგორც წიწვოვანი, ასევე მწვანე ვაშლის სახით. მე პირადად ძალიან მიყვარს, ეს უნდა მოგაცოცხლებს, კარგ ხასიათზე გაყენებს. ციტრუსებთან და ვაშლის ნოტასთან ერთად აუცილებლად იგრძნობთ მერქნოვან საწყისებს და მასკის სისუფთავეს. ბევრი სალაპარაკო ამ სუნამოზე არ მაქვს, ძალიან მარტივი, გამამხნევებელი, მოწონებადი სასიამოვნო სურნელია, რომელსაც ნებისმიერ დროს გამოიყენებთ. გრადობა და შლეიფი აქვს საშუალო 5-დან 7 საათამდე საშუალო შლეიფით. Le Personas 03. წინა სუნამოს მსგავსად აქაც ბევრ სიმწვანეს შეხვდებით, თუმცა აქ ბევრად უფრო ნაკლები სიხისტე და მეტი ჯადოქრობა იმალება. ეს არის მწვანე ჩაის, კარდამონის, ლეღვისა და სანდალვუდის კომბინაცია. წარმოიდგინეთ BDK-ის გრიშარნელი, რომ უფრო საზაფხულო არომატად გადააქციოთ, მიახლოებით მსგავს სურნამოს მიიღებთ. ამ ბრენდის შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ თვითონ არ გამომიგზავნეს ეს სუნამო. ნამდვილად მოახდინა შტაბეჭდილება, რადგან ამ სიმწვანისა და სიმშვიდის მიღმა იგრძნობა ტყის მიწიერი შეგრძნებები. საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო კრეატიული ნამუშევარია საშუალო მდგრადობით და შლეიფით. Supers Budapest Soho. თუ ფრეშ სუნამოების ფანი არ ხართ და ეძებთ საზაფხულო არომატს, რომელიც ძალიან არ შეგაწუხებთ, Soho შვენიერი გამოსავალია. ხილი, სანელებლები, თამბაქო, ქოქოსი კომპოზიციას უფრო აცოცხლებს და ანიჭებს ხასიათს და ახალგაზრდულ განწყობას. მოკლედ აქ იგრძნობთ როგორც ყვავილებს, ასევე ხილს, ტროპიკულსაც და გურმანულ არომატებსაც. ეს არის შემდგარი სურნელი, სრულყოფილი არომატი, თუ გსურთ სუნამო, რომელსაც გამოიყენებთ ნებისმიერ დროს, იქნება თან მოწონებადი, განსხვავებული, ექნება მდგრადობა 8 საათზე მეტი და ძლიერი შლეიფი. Giardino Beneseris Hashabis. ეს სუნამო მხოლოდ იმიტომ მოახოდრე აქ, რომ მას შეუძლია სხვები აცინოს და კარგ ხასიათზე დააყენოს. აი ძმაკაცებს შეგიძლიათ დააყნოსინოთ და შემდეგ ერთად იცინოთ. სახელიდან გამომდინარე უნდა მიხვდეთ რისი არომატი შეიძლება ჰქონდეს. ოღონდ ეს არის ფოტორეალისტური სურნელი. ლაიმისა და მწვანე ბალახის ძალიან რეალისტური არომატი კვამთან ერთად. ისეთი შეგრძნება გაქვთ თითქოს უბანში ახლახანი მაიმუნეს. ბევრი სალაპარაკოც ამ სუნამოზე არ მაქვს, თუ გსურთ ძალიან რეალისტური მწვანე ბალახის სურნელი. შემეძლო ამ ვიდეოში მეხსენებინა ავენტუსი, ელიზიუმი, ორიჯინალ ვეტივერი, ჰაშივატი, თუმცა მსგავს პოპულარულ სუნამოებს მინდა ცალკე ვიდეო მივუძღვნა. იმედია მოგეწონათ ვიდეო, თუ ასეა აუცილებლად დაალაიქეთ, თუ არ მოგეწონათ და ამდენი ხანი რაღაცმიყურეთ, არხის გამოწერას არ დაგავიწყდეთ, 3000-ებში გავიყინეთ, დიდი ხანია. რაც არ უნდა იყოს мотиваციაზე მოქმედებს და უფრო ნაკლები სიხშირით ვიდეოებს, ამიტომ დაკარგეთ 2 წამი და დააჭერეთ ხილაკს. ცოტა ხანში ძალიან მაგარ სიახლეებს გაცნობებთ, ჩემს ერთგულ მაყურებელს ეცოდინებათ დაახლოებით რაზე არის საუბარი, ვინც არ იცით, ცოტა ხანიც მოითმინეთ და კარგი ამბები გელოდებათ. თუ ეს ვიდეო ავა 500 ლაიქზე, დაიდება საზაფხულო სუნამოების შემდეგი ვიდეო. ამჯერად განხილული იქნება დიზაინერული ან ბიუჯეტური სუნამოები, რომლებიც უხდებათ ხელამურს. მადლობა ყურებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.